ძიმე ხო არა? არა. თან შენ ფერებშია, ხედა? აიცი რა ქენი გაგა, აი იქით გავშალოთ, არა? აიცადე. ჩემი ორეული მოგწონს? კი თუ არა? სხვათა შორის დღეს ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნვა შოპინგ რუმსმა და ძალიან დიდი მადლობა მათ. ახლა რომ დამინახოს ჩემმა მეიქაფერმა, ცოტა მომკლავს, მაგრამ ცხელა და ამიტომ უნდა გავიპრანჭოთ. აბა როგორ მოგწონს? ძალიან ლამაზი ხარ. ზურა, აქ ამოვანათოთ ნათიას ინსტაგრამი და ტიკტოკი, ხო? არ დაგვავიწყდეს. მოკლედ მე და გაგამ ერთმანეთი გავიცანით მის სპექტაკლზე და აი ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ მეგობრობა, ურთიერთობა და უკვე რამდენი ხანია, სადღაც 10-15 წელია, ხო? 10 ყველაზე ცოტა. ხო და ძალიან მიხარია რომ ხარ ჩემთან ერთად. გაგას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც მსახიობი ინფლუენსერი გაგა მახათაძე. გაგა, შენ ყოველთვის საუბრობ გულწრფელად, ხო? აი ამჯერად რა გაქვს სათქმელი ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის? ამჯერად აი მართლა რამაც ძალიან შემაწუხა ბოლო პერიოდია. აი დილით რო ვიღვიძებ მაგალითად და შევდივარ კითხულობ კომენტარებს, რასაც მიწერენ. ხა ვინმე მარცხას ინტერნეტ სივრცეს გულისხმობ და დავყვები ხოლმე და რაღაცა დადებითი კომენტარებია, რაღაცა და ანთებული ვარ, ბედნიერი ვარ და უცებ ვიღაცა მიწერს რაღაც საშინელებას. თან ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ამ კონტენტს შენ აკეთებ საზოგადოებისთვის და რასაკვირველია შეიძლება ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ მაინც კორექტული რაღაცა რეპლიკები ძალიან კარგი იქნებოდა. დედაჩემი მაგალითად აი წვეთებით დარბოდა პანდემიის პერიოდში, რაღაც როცა დავიწყე ეს ვიდეოები, ძალიან ცუდად გახდა და მე რო დავდე ერთხელ მაგის ვიდეო და ვიღაცები რო ცუდ კომენტარებს წერდნენ, წაშალეო სასწრაფოთო და ეხა უკვე ნელ-ნელა ვაჩვევ რა. იცი რისი თქმა მინდა როსკა, რომ აი ადამიანებს მიუმართავ. ყოფილა მომენტი რომ მიფიქრია რომ მოდი ვიდეოს აღარ გადავიღებ, აღარ დავდებ, მაგრამ ის ჩემი შემოსავლის წყაროა. ეხლა რისი თქმა მინდა იმ ადამიანებისთვის, თუ არ მოგწონს ჩემი ვიდეო, მარტივად ასკროლე ერთმანეთს შენი ერთი სიტყვით ნუ მოუკლავთ. მე მაგალითად სამყარო ყოველთვის მიბრუნებს, თუ კარგს გავაკეთებ, კარგად, ცუდს თუ გავაკეთებ, ორმაგად ცუდად. ეხა იცით რისი თქმა მინდა ყველაზე მთავარი, თუ ჩემი რომელიმე ვიდეოთი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს, მხიარული იქნება და მას მთელი დღე გაყვება ეს განწყობა, აი ეს უფრო მიიღირს მე 1000 ცუდ კომენტარად. გაგა, ეს პრობლემა არა მარტო შენს ცხოვრებაში დგას, ანუ ჩემთანაც იგივე ხდება და ძალიან გამიხარდებოდა თუ თქვათ დაინახავდნენ იმ აი პატარ-პატარა შრომას, რომ გადაღება ეს გონიათ, ნუ ყველას არა, მაგრამ ზოგ ადამიანს, რომ აი მივდივართ გადაღებაზე ვერთობით რა კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის უკან არის მართლა ძალიან დიდი შრომა, ასე რომ ძალიან გთხოვთ, იყავით ცოტა ლოიალურები ჩვენს მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, სიკეთე გადამდები, ასე რომ აი ესე დავასრულოთ ჩვენი ვლოგი და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მადლობა შენ. 3, 2 და 1. აი ესე შენ და თქვენ ბავშვებო. აბა ჰე.